18 საათი 18 წუთია მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეს არის რადიო ძველი ქალაქი FM 7.9-ზე. გრძელდება გადაცემა გზადაგზა, მე მაია გახლავართ და ახლა კი ჩვენს ეთერში არის სტუმრის დრო. ჩვენთან სტუმრად მოვიდა ადამიანი, რომელიც არის საამაყო ქუთაისელი, არც მეტი, არც ნაკლები, იმიტომ რომ დახუნძლულია ძალიან შემოქმედებითი და ევროპული, მინდა ვთქვა, იდეებით, აქვს ძალიან ბევრი კარგი იდეა განხორციელებული და ალბათ კიდევ განსახორციელებელი. პროფესიით არის ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა და პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ანდრო ქარციძე. მინდა მადლობა გადავუხადო ანდროს მობრძანებისათვის, დიდი ხანია ველოდები მას ჩვენს პირდაპირ ეთერში, მივესალმოთ და გავიცნოთ ანდრო ქარციძე, რადიო ძველი ქალაქის მსმენელებს დარწმუნებული ვარ, აინტერესებს და ჩვენ შორის შედგება საინტერესო საუბარი, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მოგესალმები ანდრო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. როგორ ხარ? კარგად, როგორ ხართ? მე ძალიან კარგად ვარ. მიხარია რომ აქ ვარ. მიყვარს ეს რადიო, დიდი ხანია გულშემატკივროთ, მიხარია რომ ეს სივრცე არსებობს ამ ქალაქში, თავისუფალი ხმა, რასთავარი, განსაკუთრებით ამ ქალაქში, ძალიან ნაკლია აკავრობას. ბევრი თავისუფალი სივრცე და მიხარია რომ თქვენ ახერხებთ და ყარად ხართ და თან ახერხებთ რომ ინარჩუნებთ აქ. ძალიან დიდი მადლობა. ამ რამდენიმე წამში უკვე რამდენჯერმე ახსენა სიტყვა თავისუფალი ანდრო და ეს არის თითქოს ის ლაიტმოტივი, რაც მის მოღვაწეობასთან გასდევს და სწორედ ამიტომ გახდა ის რჩეული დღეს რადიოსთვის, ჩემთვის და მინდა გითხრათ რომ ის არის მე რაც ვიცი, რაც არ ვიცი, ანდრო გაგვაცნობს თავის თავს, იმედი მაქვს იქნება გულღია და ენაცგლია. როგორც ვიცი და რაც ვიცი, ეს არის რომ მან დაარსა ნიკო ნიკოლაძის კლუბი, წიგნების სასტუმრო დაარსა და დამფუძნებელია ახალი თეატრალური სივრცისა, რომელსაც ქვია ლიანდაგი. და მინდა პირველ რიგში ანდრო უთხრა ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინ არის ანდრო ქარციძე და ეს ის საინტერესო სივრცეები რომ შეუქმნია ქუთაისისთვის, რა აკავშირებს ქუთაისთან და რა აძლევს ბიძგს მას ამისათვის, რომ თავისუფალი სივრცეების შექმნას და კიდევ ბევრ ამას აპირებს, როგორც ვიცი. რა ხდება ანდრო ქარციძის შემოქმედებით სულში? მოგესალმებით კიდე ერთხელ. რა ვიცი, ანდრო ქარციძე ვინ არის? 46 წლის აქ გადარეული და გაგიჟებული ამ ქალაქზე, შეყვარებული, ბავშვობიდან მოყოლებული. 2005-ში გავედი ოფიციალურად აქედან. გადავედი თბილისში საცხოვრებლად, მაგრამ ყოველ დღე მოდიოდ და არ შეუძლია ქუთაისის გარეშე. გადატანით ნიშნავს, ისე ჩამოვდიოდი, მაგრამ 2023-ში 19-ში ჩამოვედი და ისევ დავრუნდი პანდემიის გამო, რაღაცებს ვაპირებდი 19-ში. 23-ში ჩამოვედი და აღარცად აღარ ვაპირებ წასვლას. ყველა აქედან მიდის, ფიშ მიძახენის. ყველა ცდილობს რომ ქუთაისიდან წავიდეს და მე ვაპირებ რომ აქ ჩემ მართლაც ისტორიულ ძველ გადასარევ კაი ქალაქში ცხოვრებასაც, მოღვაწეობასაც თუ რამე შემიძლია. რატო რა აქვს ქუთაის ასეთი ანდამატური? ქუთაის თავის ძალიან პირველ რიგში ყველა ამას ამბობენ, ძალიან ქართული ქალაქია, იმერული ქალაქია. სადაც უნდა წავიდე, მე აქ მოხარშული კაცი ვარ აკავრობაში და არ შემიძლია ამ სივრცის გარეშე. ყველაზე ბუნებრივად აკავარი და ისედაც თავისი ხიბლი აქვს ქუთაისს. რაღაცეები ამ ბოლო დროს რაღაცეები შეცვლილია, ბევრი რამე. ადრე უფრო სხვა სიტუაციები იყო, გაჭირებაც იყო უფრო მეტად ისე შუქი არ იყო რაღაცები, სხვა სიტყვა იყო, სხვა ურთიერთობები იყო. რაღაცეები შეცვლილია, ჩემთვის ცოტა მომენტის მოლოდინი მქონდა ისე რომ გითხრას იმართლე, მაგრამ არაფერი არ არის, რომ და ცხოვრება მოიტანა, სიტუაცია მოიტანა ესეთი რაღაცები და იმედია რომ ჩვენ ერთობლივად რაღაცა ვიპოვით ერთმანეთს
მე რაც ახლა გავაკეთე ახლა ისეთ რაღაცები ჩამოთვალ ცოტა უხერხულად რაღაცა მოღვაწეობა არა მოღვაწეობა ეს კი მაგრამ როგორ რაღაც არის იცი დიდი რაღაცა ამბიციები და რაღაცები არ მაქვს უბრალოდ ვთილობ რომ შევქნა რაღაც თავისუფალი სივრცე სულ მქონდა მაგის ფიქრი და ასე რომ მე აქ უნდა დაუბრუნებული იყავი და რაღაცა თუ მოვახერხეთი ბიზნესში ვარ იქეთ რაღაცა ბიზნესი მაქვს თბილისში და სულ ფიქრობდი რომ რა გამეკეთებინა ქუთაისისთვის რომ საბოლოოდ მაინც აქ უნდა მეცხოვრა და რაღაცა ესე კულტურის საგანმანათლებლო ასეთი რაღაცას თეატრალი ხარ როგორც თქვი გარედან ვარო თეატრალში შინით ახდება არ ვიცი და აი ლიანდაგი რომ შექმენით რა მოგცეთ ამის ბიძგი და რა დაგავდათ თეატრში და რას ეძებდით თქვენს ლიანდაგში რა გინდათ როგორ აღმოაჩინოთ ან დაგვანახოთ რა მიმართულება ექნება აი გეტყვით ახლა როგორ რაღაცა იყოს სულიად რო გითხრათ ახლა მე ფიქრი მქონდა რომ თეატრი უნდა გამეკეთებინა თეატრალური სივრცე ესე არა ბევრი რაღაცები ჩემ ცხოვრებაში ხდება სპონტანურად და რაღაცას მე გეგმა მაგრამ მე უცებ რაღაცა იდეა მომივა და ვიწყებ ამის განხორციელებას და სიტუაცია მოიტანა ეს რომ თეატრალი რომ გარედან შიგა ფილმები არ ვიცი თეატრის რა დაგახდათ ტრადიციული თეატრიდან და რა გინდოდათ თქვენს თავისუფალ სივრცეში ჯერ როგორი სივრცე არის ესეც უთხრათ ყველა მხომ არ იცის ჩვენს რადიო მსმენელებს რა ხდება ამფითეატრში როგორ არის მოწყობილი სივრცე რა დაიდგა 16 სექტემბერს გაიხსნა როგორც ვიცი მუსიკალურად 16 სექტემბერს გაიხსნა კლასიკური მუსიკით მე და თქვენ საკუთარ ეზოში არის ხო მოწყობილი ხო აღმაშენებლის 85-ა კი ბატონო ნიკო ნიკოლაძის კლუბში სხვათა შორის სახელის ნიკოდან მოდის ლიანდაგი ნიკოს ხო აი სახელიც ვთქვათ ხო კინიგზა მოგეხსენებათ რომ ნიკო ნიკოლაძე და ხმისი მასშტაბები და ეს კინიგზა ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით ამიერკავკასიის განსაკუთრებით საქართველოში პირველად ფოთი ბათუმის ფოთი თბილისის დამაკავშირებელი კინიგზა მისი თაოსნობით საერთოდ ამიერკავკასიის კინიგზა და სახში რომ მივიდა ვერ დაარქვა მას სახელი და სახში მივიდა დედას რა ესაკეთ მანქანა და რაღაცას საკერავი მანქანა და რაშივე დვალიანდაგი ხო და ლიანდაგის და ლიანდაგი არა ხან სიმბოლოა თავისუფლების გზის ივცის თქვენ დაარქვით ეს ეს მოა ნიკოს საპატივცემულოდ რა თქმა უნდა მოვიდეს ეს სიტუაცია რომ ახლა ეს თეატრალური სივრცე უნდა შეექმნა მოს სახელი იყოს ლიანდაგი რატომაც არა სიმბოლურია კარგია დამაკავშირებელი. კაც სიტყვა თავისუფლებამ გაიჟღერა და რა მიმართულება აქვს? ტრადიციული ალბათ არა. უფრო რაღაც თავისუფალი, უფრო რაღაც ექსპერიმენტული. ექსპერიმენტული ახლა ჩვენ არ აქვს ამ წუთას იმის ამბიცია რომ რაღაცა დასიყვავდეს, რაღაცა ყავდეს ჩვენი მაგრამ ყველა ღია არის, ყველა საინტერესო ნიჭიერი ადამიანისთვის თუ ამ ქალაქში იქედან თბილისიდან ნებისმიერ ბათუმიდან საიდანაც მოუხერხდება, თვისაც მოუხერხდება და სრული ექნება თუ ჩვენ ერთმანეთში რაღაცა ამ სიტუაციას მოერგება და ვინმე რეჟისორი იქნება, დრამატურგი იქნება, რამეს მოისურვებს და აი სიტუაციას მოერგება რას ნიშნავს? აი ანდრო მოვიდა ნიჭიერი ადამიანი და გეუბნება რომ აი ამ კინოშვენება მინდა ეს პროდუქტი შევქმენი. შეხედეთ როგორ რაღაც არის ეს თეატრალური სივრცე დავარქვით, თორემ მაინც და მაინც მარტო სპექტაკლები იყოს ესე არა. ვინ როგორც იცი მუსიკაც იქნება, კინო, ნებისმიერ ლიტერატურის აღმოჩენა მამისთვის არის. როგორაც არის, იცი, ამ ქალაქს კიდდება ეს. მე რომ რასაც ვაკვირდები, ამ მაგია ყველა ქალაქში თავისუფალი სივრცე ყველგან რაც უფრო მეტი იქნება და ბევრი იქნება არასტაბარა. არის ახლა რაღაცა ესეთი თეატრალური სივრცეები შეიქმნა, ახლა სეკომ გააკეთა მაგალითად სამოქალაქო თეატრი ძალიან მომწონს ძალიან. მაგრამ მე პირადად ახლა მასი არ მიფიქრია რომ თეატრი უნდა გავაკეთო, უნდა მქონდეს თეატრი, მაგრამ ამ ბოლო ხანზე 2-3 წლის უკან დავიწყე პიესის წერა მოვკიდე კალამს ისევ ხელიდან. აყოლი მაგას, მაგრამ კიდევ თქვენს ფენელსაც მოუყვები და არ ვიცი. ხო და მოვკიდე კალამს ხელი და დავიწყე ჩავიფიქრე რომ მოდი პიესა დავწერო. პიესა დავწერო მე უკვე გადავაკეთე ახლა პიესა კი რომანის სტილში წერე მირჩიეს და ეს საერთოდ აღარ ვწერა ბოლოს ის ეცოდე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე რაღაცა იყო დავიწყე უცებ და აი არ მჩერდებოდი რაღაც 1-2 თვე თითქმის მივიყვანე ბოლომდე თითქმის და პიესის სახე იყო მე წერდი თეატრზე თვითონ მოქმედება ხდებოდა თეატრში და
გითხოვე რომ წერა შეწყვეტეს და ამ იდეაზე გადაერთე? არა. წერდი თეატრზე ხდება მოქმედება თეატრში პერსონაჟები და ესე თეატრის მსახიობები და რეჟისორი და ესეთი პიესა ამაზე იყო და მე ისე რაღაცეები ვეღარ დავალაგე, იმიტომ რომ არ ვიცოდი სიღრმეში რა ხდებოდა შიგნით თეატრში. და ვითხოვე რომ შიგნით შემიყვანეთ მეთქი რომ რაღაცა რა ქვია პაკლონი და არის რაღაცა რა ხდება ესეთი ელემენტარული ტერმინოლოგიები რაღაცები რომ გამერკვია რაღაცა მენახა როგორ მიდიოდა რეპეტიციები რაღაცები რომ რაღაცა შიგნით მოხარშულიყავი და მე არ მოხერხდა ერთი სიტყვით გაიწელა შემიყვანეს კიდეც მიმიყვანეს არც მიმიყვანეს ამ რაღაცებს რო იყო მე მომივიდა აი ხა თან ისეთი სიტუაცია დღეს თანამედროვე ცხოვრება ვერ იგრძინეთ თავისუფლება? არა თანამედროვე ისეთი რაღაცებია მაინდა-მაინც აკადემიური თეატრები და სივრცეები უკვე იმდენი რაღაცებია გახსნილი და რაღაცები და უცე გავაფასდი და თეთროცა ბრანდები მე რაღაცები კაიდები მოყავს გავაკეთებთ ჩემთან ერთში. ავტომატს არ. ერთი იდეის დონეზე მეგობრებთან მე ხო ჩვენთან ხო კლუბია ნიკოლას კლუბია და იქ დადიან რაღაცა ლექციას კითხულობენ, რაღაცა შეხვედრებია, საღამოებია, რაღაცა ვიწრო წრეში და პარტიდა ხანდახან ხილ ყოფილა ხოლმე. პირისთან მეგობრები იყვნენ ჩამოსული და ლექციას კითხულობენ და იდეის დონეზე უთხარი რომ აი სესხი უნდა გამოვიტანო. რაღაცა დადებული ფული ვის აქვს. ხო და უნდა გავაკეთო ესეთი რა და რატო ვაკეთებ ამას მარტო ჩვენ დაგეხმარებით მეთქი რა დამეხმარა ჩემ ცხოვრებაში არავინ დავყვარები ახლა უნდა დამეხმაროთ ჩვენ არ გამოიტანოს ეს ხმე რა დასამალი და ლევან გამბაშიძე იყო გადასარევი კაი ადამიანი სასოფლოსი თბილისიდან და ლექცია წაიკითხა ჩვენ კაცო შენ გაჩერდიო მე ამას დავდებ იმაზე რა ქვია არ ვიცოდი რა სიზავდა მაწადე რამოდენიმე დღე მირეკავს თან ახლა მეგობრებში ვიყავს უკვე მანამდე არ ვიცოდი იმ დღეს გავიცანი ჩემთან მოვიდა სპონტანურად ადამიანი და ახლა რომ ნახე ეს წიგნების სასტუმრო კლუბია რაღაცა პატარა მუზეუმი თომახია წელების ოთახე ხო და ამაგარი რაღაცეები გაქვსო და მე კიდე რას ვფიქრობ მეთქი ასეთი იდეა მაქვს კაი იმ დროს ვიხარშებოდი რა ესე რომ ცოტა გაბრაზებული მეთქი ხო არ გავაკეთე ეს და გაზაფუაპირებდი ეს მირეკავს წეს ამოდენიმე 2-3 დღეში დავდეო მე ეს სოციალურ ქსელში 6500 ლარი აიგდიბო 3 დღეში მირეკა შოქში ჩავა ნამაგერია ესეც თანადგომა ხო მეთქი რა 6000 დავიფენი უცებ მაგ დროს შეიძლება წამიე რაღაცა და მე უცებ მოვიხოდე ასე რომ ვთქვა კაი გაგევით ცოტა სლენგი ხო და მეთქი ხალხმა ესე რაღაცა და დავტრიალდი ერთი სიტყვით და აი რომ ვაპირებდი რომ მე ნენელა უნდა გამეკეთებინა ამ ხალხის ინიციატივა 13000 ლარი აიკრიბა ახლა 13000 ლარი რასაც ეყო იმას ეყო რა მნიშვნელობა აქვს რას ეყო მაგრამ ანაჩენი მე თვითონაც მაინც გავიტანეს ესე მაინც დავაპროექტე ხო მაგრამ როგორ რაღაცა იყო იმდენად ბიჭი ხო მოგცადდი იმდენად სტიმული მომცა რომ იმდენად პასუხისმგებლობა იყო რომ ახლა ხალხმა ეს ეკნა რაღაცა ახლა აქ ვანდრო რაღაცა შენ ახლა წამოწვე და რაღაცა როცა მოგინდება რაღაცა გააკეთო ეგრე აღარ გამოვა რაღაცა ნენელა როგორც ვაპირებდი ახლა უფრო დაჩქარდა დაჩქარა ყველაფერი და უკვე გამოვიდა რომ რეაზრიც ნახევრად ღია სივრცე თორა შემე ფიქრობდი რომ დამეხურა კიდეც თქვა რაღაცებს ესე გამსახას ფიქრობდი რომ ამანქნა ისე რომ ამფითეატრებით უკვე სცენა და ყველაფერი და კულისები ყველაფერი დახურული ერთი სადაც ხალხი ზის და მაგას უკვე გაზაფხული და ვაპირებ უკვე გადავხურო კიდეც და ხან დავიწყე თან ისეთ საქმე შევეჭიდე რომ ნახე რომ ახლა სპონტანურად დავიწყე მაგრამ უკვე რომ სიღრმით ნახე რომ ამას აი გამოხმაურება მაინტერესებს პირველად დაიდგა ხო პირველად სპექტაკლი ბერსერკების ფილოქტეტე და რამდენად ქონდა გამოხმაურება ვინ იყვნენ სტუმრები მოწვეული სტუმრები იყვნენ
აკაურის და თბილისიდანაც ჩამოვიდნენ სხვათა შორის ბერსერკებს ჩამოყვნენ თავიანთი მაყურებელი ყავთ იმათთან აქაც ქუთაისშიც ახლა ვისთანაც მივწვით ჩვენ თორმე ნიკო ნიკოლაძის სოციალურ-ქსელი გვაქვს კლუბის სახელი ნიკო ნიკოლაძის კლუბი ხო და ვისაც მივწვით ახლა ჩვენ რა ქვია და ვინც ნახა ინფორმაციის დონეზე მოვიდა ხალხი და 3 დღე იყო ოქტომბერში 7-9-ში ნოემბერი როგორც ნოემბერი ხო ხო და გამოხვალ სხვათა შორის ეხა ეს სპექტაკლი ფილოქტეტე პრემია თავისუფალი არის თეატრალური იმის რა ქვია დადგენილია საუკეთესო სპექტაკლზე და საუკეთესო სცენოგრაფიაზე არის დადგენილი და ან მიხარია ორშაბათს არის ახლა დაჯილდოება და რა იქნება და წარმატებები გაიხარე და იმდენად უკვე ამ ყველაფერმა მე ხალხმა თვითონ განმეორდება მინდა რომ ვიხილო ძალიან მე გამოვტოვე ჩვენ ხო ნახევრად დიას ივცი ეხლა დახურულია ეხლა გაიგინება იქ ხალხი ფოტოშოპის დღეს პოეზიის საღამოა პერფორმანსი აქვს აკაურ გადასარევ კაი ხალხს ბაბუნა გიორგაძეს და ფიჭა დოგონაძეს და ხატრებს და პოეტებს რაღაცა პერფორმანსი აქვს დღეს საღამოს შეგიძლიათ მოგწანდეთ გვესწოროთ დიდი სამონები კონსერვში კონსერვში ჩვენთან კი რასაც სურვილი ექნება სხვათა შორის აქედან მინდა გავაშხირო რომ მიხარია რომ ასე დაემთხვა მართლა დაემთხვა და თუ მე სურვილი ექნება მოვიდნენ დღეს გვესტურნონ ნახონ საღამოს რომელი საათი მაზე 7-ზე თვალსდები მიჩვიდზე მე მგონი იმიტომ ორი დღე რა ჩამოსული სხვათა შორის ახლა თბილისში ვარ ჩამოსული ვარ ეს ბავშვები არ მინახავს ახალგაზრდა ბავშვები კაცო ახალი გადასარევი ჩვენი ხალხიანი კაი ხალხიანი სხვათა შორის ისი თქვა მინდა იცი მაია ყველასთვის რო იცოდეთ მე ვისაც ვინც გვისვენს ახლა ქუთაისში ვარ და თუ ირგვლივ ახლა თუ ვინმე სურვილი აქვს რაღაცა იდეა აქვს ჩვენი სივრცე არის რა არა ყველანაირი პოლიტიკური რაღაცა სარჩულების და რაღაცების გარეშე ხო თუ ვინმე სურვილი აქვს რომ რაღაცა ხოლმე ვიწრო წრეებისთვის არა ფართო წრეები ყველასთვის რაღაცა იდეა აქვს რაღაცა განხორციელება უნდა სივრცე უნდა რამეს ანდრო ქართიძე ყველაფრისთვის არის და ნიკო ნიკოლაძის კლუბი არის ყველასთვის მზად ყველაფრისთვის რომ თუ ვინმე ხელშეწყობა უნდა დახმარება უნდა თავის წარმოჩენა უნდა ნიჭის წარმოჩენა უნდა აგისთვის არის ისეთი კაცის სახელობის კლუბია იმ ეზოში ფათაშეს ვერ გადავაჩვიეს ხალხი რომ უძახენ ჩემე მე აღარ მომწონს უკვე რომ ერთ ჩემი სახელმწიფოს და ბაბუს და იქ არის ნიკო ნიკოლაძის კლუბი უკვე იქ არის თეატრალური სივრცე და აღარ არის ჩემი ეზო და ჩემი ყველას იქავო და საზოგადო გახდა რა თქმა უნდა და რაც მე სურვილი მქონდა სხვათა შორის ბებო და ბაბუ იყვნენ რაიმეთი დაკავშირებული ესეთ სახელოვნებო მოვლენებში არა მე თვითონ ისეთ რა ისე რაც მამა მყავს ერთი ფილოსოფოსი მაგრამ ზამაგი მამა ხო მაგრამ დედა მყავს მუსიკა იქ აქვს ფილოსოფიური სივრცე წიგნების სასტუმრო რა არის გაკეთებული წიგნების თარო ხმარტი წიგნების სასტუმრო მაგაზიც რო ვისაუბროთ მე აი რა ხდება ახლა იქ რაღაც ავტორების ვიზუალიზაცია არის ვის ძალიან მინდა მოსვლა ნახვა ხო შეიძლება ჩემი შვილებიც მოვიყვანო აჩვენო სხვათა შორის მუზეუმი დადიან მართლა იგი დაიწყისია რომ აი საგანმანათლებლო მისია თუ აკეთია თუ ხოლმე სამიზიტო ადგილი არის და რასაკეთებს დღეს ეს ეხლა შეხედეთ როგორ რაღაც არის უკვე გაზაფხულიდან აქ ვაპირებთ სექტემბრიდან თეატრთან ერთად მაგრამ გადავდე გაზაფხულისთვის მედიათეკა იქნება ყველასთვის შეგიძლიათ იქ მოვახვიდეთ მე გაზაფხულზე დათება ხო პატარა ბარიც იქნება მაგასაც ვაპირებთ გაზაფხულიდან მედიათეკა იქნება შეუძლია მოვიდნენ წერონ აიკითხონ იფიქრონ ბევრნაირი სივრცე ეზოში მარა ჩვიდა დაждენ საღამომდე მე საღამოს ალბათ მარი მუსიკა ახლა იქ რაღაცა დიდი მენიუები და რაღაცა ბარი და რესტორანი და ის არა მაგრამ შესაბამისი თეატრთან შესაბამისი მედიათეკასთან შესაბამისი კლუბთან ისიც ხნა არის გადასარევი კაი სიც შექმნა მინდა რომ
ჩვენ ერთმანეთი ვნახოთ ყოველდღიურად, ვისაც სურვილი ექნება, თქვენ რო თქვით რომ შვილებთან ერთად ვინახავთ, სურვილი ვისაც ექნება, ყველა შეუძლია მოვიდეს უკვე გაზაფხულიდან უფრო ფართედ ვიქნებით და უფრო ფართედ მასპინძლობა იქნება, დახვედრაც იქნება. ეს სივრცე თქვენ შექმენით? კი. ვაჟა-ფშაველას სივრცე, რეზო-გაბრიელის სივრცე. დამოგდ თქვენ? ესე იგი მარტო. კი. არა, მარტო არა. შეხედე როგორ რაღაც არის, აქ ამაში მე მეხმარებოდნენ ხალხი. ნუ იდეა ჩემი იყო, მაგრამ იდეები კი. აი მაგალითად როგორ გავაკეთე, დრო გვაქვს? კი. მაშინ როგორ გავაკეთე, მაგალითად რატო ციგნები სასტუმრო? აი რატო? რა ფილოსოფია დევს აქ, რა ასოციაცია დევს ამ სახელის უკან რა არის? გეტყვით ახლა 2019-ზე ეს ბებოს და ბაბოს სახლი იყო დაგეტილი იყო წლების მანძილზე. მაშინ ჩამოდიოდ ხანდახან ხუთაში. ხო. გამეს ვარ. ხო. ეს რომ ბუმი იყო ამ სასტუმროების და რაღაცების გავაკეთე 2019-ში, გადავაკეთე სასტუმრო სახლი და როგორც ხვდებით, მეც ის, მაგრამ მე 20-ში დაიკეტა ეს პანდემია დაიწყო, რამოდე 2-3 თვე მომუშავე, მაგრამ შევხედე რა ხდებოდა. ხოდა რო დავკეტე, უბრალოდ 4 ოთახი იყო და რო დავკეტე პანდემია დაიწყო და მე 2023-ში ჩამოვედი და მე და ჩემი მეგობარი ლაპარაკობთ მეზობელმა გაბიდა სახლი, ვიყიდე შემოვიერთე და ვაპირებდი რომ უკვე ცოტა გამეფართოებია, მაგრამ ფიქრობდი რაღაცა რო შევხედე რომ ყველა ერთმანეთს გავდა. ერთნაირი იყო ყველაფერი ამ მიმართულებით, სასტუმროში მიმართულებით რაღაცა განსხვავებული. ლაპარაკობდით ამ მეგობარი არის ჩემი გიორგი. ხოდა გულუა გადასარევი კაებიჩი ამ ტურისში. ჩემ ბავშვს ნათლია სხვათა შორის გავიცანი მაკედან და ჩახედულია საკმაოდ და საკმაოდ კი რა მაგრამ და საუბრობდით და მითხრა რომ აი რაღაცა ჯავშანზე ბუკი სხვათა შორისო ბუკიო ციგნიცაო ინგლისურად და ჯავშანიცაო. ეს იყო აბსოლუტურად საკმარისი. ესე იგი ჯავშანი სახელი მოვიდა იდეა. სახელი რახან ბუკი ჰოტელ ბუკი და რახან ციგნი უკვე ციგნი წელების ოთახები მე უკვე იდეა იმდენად სწრაფად წამოვიდეს როგორ უნდა გამეკეთები რა. ანუ ანალოგია არ არის და არ აგავთ აღებული თქვათ. არა საერთოდ სოფლიოში რო დავათვალიერეთ ახლა ციგნს და ინტერიერში და რაღაცა ციგნს და მწერალს და იმას რაღაცას იიყენებს მაგრამ ის რომ სპეციალურად ყველა ოთახს წელის ოთახი ხიოდეს ვიზუალიზაცია რო იყოს ვაჟა-ფშაველას ისეთი არავის არ აქვს. გაბრიელის ოთახი, ტოლსტოის ოთახი. ტოლსტოი, დიუმას, საბავშვო ოთახია, მარკ ტვენის ტომსოიეს ოთახია. ხო, მე ვიცი ესე შორიდან. ხო, და ეს მე ამან ყველაფერმა წარმოშვა ის, რომ მე გავაკეთე ოთახები ესე წელების და ისეთი გამხმარება ქონდა 2023-ში სხვათა შორის კლუბის მაშინ დავაარსეთ და სასტუმროს მაშინ გავშენით კლუბის სახელით მომიძვეთ დატატურაში უნდა გახსნა. ის უნდა გაიხსნა წერალს უნდა გაიხსნა. ათომ გახსნა იქაურობა და რა ვიცი, ძალიან უძღვარი ხალხი იყო მაგალითად. 300 კაცამდე იყო. კაი, სოფელი ეს გადაიდეს ხალხი. თვითონ სტუმრები თბილისიდან არიან ჩამოსულები. და ეს ეიფორია სანამ გაგრძელდა. აი ეს ერთი წელი, წელს 7 ივლისს გავხსენი და ნოემბრის ჩათვლით მე გადაჯავშნილი იყო ყველაფერი. დასავლეთ ევროპელი ტურისტი ყავდა სულ უცნაური ტურისტი იყო სუპერშველა დადიოდა. უცნაურ გარემოში უცნაური. ხო, აი უბრალოდ ეს თემატური სასტუმრო რახან იყო, ეს აინტერესებდა თან ახლა იმას რას გააკვირვებ ახლა გასაგებია. ხო, უბრალოდ ეს თემატურად აინტერესებდა და მაღალ ბიუჯეტურიც იყო. რეიტინგში პირველი ადგილზე დავამთავრე ქალაქში, მოუჩი სეზონი დამთავრდა. და ხალხი მე აქედან ხო და არ მოღვაწეობსო ანდრო ქარციძეო ამბიციური არისო ქალაქიდან მოდიოდნენ სანახა ეს რეიტინგები და ეს რომ ნახეთ რომ ვინ არის რა შოთო ეს კაცი მე ეს რაღაცა მარტის მოვლენები რომ დაიწყო რაღაც ევროპის მიმართულებით რაღაცა ნიკო ნიკოლაძის გზას რაღაც ევროპის გზას ხო, აი, ნუ დროებითია იმედია. წინასწარ ჯავშნები გამივიდა და ჩამოვიდა განახელდა ფასები. ისე რომ გითხრათ სიმართლედ როგორც სასტუმროს ტიპი, ჩემთვის ახლა ეს უბრალოდ თემატურად ახან იყო ეს მომწონდა, ქვია.
გადაკეთებას ხო არ ფიქრობ? ხო, აი როგორ თუ დარჩება ის ვიზუალი. ვიზუალი დარჩება. მაგრამ სიტუაცია ისე მოხდა, რომ უკვე წელს საერთოდ შარჩან და საერთოდ წელს აღარც დავდე ბუკინგზე და აღარც პოზიციონირებდი, ქართველები ვინც მოვიდოდნენ და ახლა ეს სივრცე და ის გავხსენი სტუმრები ვინც ჩამოვიდოდნენ უკვე იმათვის არის ძირითადად და შიგამოხმარებაზე თუ ვინმე ქართველი მოვა ვინც გაიგო ეს სოციალური ქსელები და იმითი ხანდახან თუ თავისუფალი არის ოთახი, იმიტომ რომ უკვე სახელმწიფო სკოლა გაიხსნა ერთ ოთახში, ერთი ოთახი ბლოგერი არის შიგნით, მაგის ამხარაზე გადასარევი კაი ბიჭი. ორი ოთახია დარჩენილი და იქ სადაც ახლა მაგალითად გაბრიაძის სივრცე და ნიკოლაძის სივრცე, იქ ბარის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ 4 ნომერი ალბათ მაინც დარჩება, 3-4 ნომერი, რომ აი მოსული სტუმრებისთვის, ჩამოსული ხალხისთვის, თბილისიდან იქნება სადმე იქნება ისე, აი მათთვის იყოს, თორე ისე. შეცვლას ოთახების რაღაცის შეცვლას არ ვაპირებ, მაგრამ სიტუაცია მოიტანა ისე, რომ აი უკვე კლუბი, უკვე თეატრი, უკვე ბარი იქნება, უკვე მედიათეკა იქნება, სკოლა არის რაღაცა სახელმწიფო ერთ ოთახში. გაჩერებას არ აპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ვაჩერებენ ნიჭიერ ადამიანებს, გაჩერებას ანდრო არ აპირებს. გაჩერებას ანდრო არ აპირებს, ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცას მოარგოს ეს სიტუაცია და მოვერგოს. როგორ თქვა გიორგი საკაძემ, როგორ მითხარით? ეთერს მიღმო? ხო, ის რა ქვია, შენთვის რა არისო, ბრძოლისი არ არისო. გიორგის კითხეს საკაძეს, ხო? საკაძეს კითხეს და ხმალიო, ხანჯალი რაღაცა. რაც ხელში მომყვება. რაც ხელში მომყვება ისე. ძალიან არა თქვა თუ არა სინამდვილეში არავინ არ იცის. ხო, შემთხვევაში მიაწერე. დიდი მხედართმთავარი იყო საქართველოს. ესე აპირებ შენც. რაც ხელში მომყვება. რაც შეგიძლია. მიყვარს ამ მაგალითს მოყვარა, რაც შემიძლია და როგორაც შემიძლია, მაგრამ ერთი რამე მინდა აღნიშნო. მარტო ანდრო შეუძლია, რაც შეგვიძლია. შეგვიძლია. მე ვცდილობ, რომ არ ვიცი რამდენი ცოტა უჭირს ხალხს გაგება. გაგების დონეზე კი არა, აი ის რომ როგორ რაღაც არის, იმდენად პოლიტიზირებული რომ ვაკვირდები ახლა, ხო ნახე ახლა ეს სიტუაცია. იმდენად პოლიტიზირებულია ყველაფერი, რაღაცა მხარე, კონცი, ძალიან დაბინძურებული ატმოსფერო. ხო, რომ აი ბაიმე იქ რომ მივიდები რაღაც, არა და ძალიან არ მომწონს ესეთი რამე, რომ აი რაღაც თილობ რომ არ იყო რაღაცა მხარე, რომ აი იქაურო მე შუაში ვარ კაცო, ის კლუბია უკვე ყველასია იქაურობა, მაგრამ არ მოხდეს რომ აი რაღაცა მხარე არის, რაღაც და იმას და ვაიმე ის თუ იქ არის, მე არ დამინახოს ვინმე, მაგრამ აი მოვიდა ნიჭიერი ქოცი. ხალი მაგარი სპექტაკლი მაგანდრო. და მოგეწონა ეს სპექტაკლი. ხო, აი მე ერთ რამეს ვიტყვი, თელი ცხოვრება ცოტა უცნაურ ადამიანს მიძახიან. მის. როგორ ცხოვრებულს და ნიჭიერს და კარგს ნიშნავს. ხო და შეხედეთ როგორ რაღაც არის რა სიტყვის ხალხი და საზოგადოება სულ დამღალა ამანდელი ცხოვრება. ხო და არ ვაკვირდები იმას, როგორ არ ვაკვირდები და როგორ გაკეთე ახლა შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ისეთი რაღაცა თქვა, რომ დავდგა რაღაცა ლიტერატურის საღამოთნება შეიძლება. ნუ გამსაცვლავთ იქ კლუბებში ვინც ვართ მეგობრები რაღაც რა თქვა უნდა, მაგრამ არავინ არ უსულიშილს ახლა რას უნდა დადგას, მაგრამ გააჩნია რა დადგას ავიცი. რა თქვა. მაგრამ ის რომ რა სიტყვის მაგალითად აი ის თუ მოვიდა და ეს რა სიტყვის. აჰა. მაგის ვაიმე მაგის შიშები კონდეს ამ დროს აღა ამისგან თავისუფალი ხარ. ხო, არა, თქვა მოვიდა ის თუ ნიჭი აქვს, თუ რაღაც ის თქმა უნდა, თუ საინტერესოა საზოგადოებრივ და ხალხისთვის და ჩვენთვის, რატომაც არა, ვისაც უნდა იმ თავის სათქმელი თქვას. 35 წელია ეს ქვეყანა მაგან დაანგრია. შუაში გაკრეფილი, შენი იხარ, ერთმანეთზე ჩხოვებიან. ისეთი კაცის სახელობის კლუბია იმ ჩვენ სივრცეში. ის იყო ნიკო. სხვა გაქნების კაცი იყო ნიკო ნიკოლაძე. ტერს აკეთებინა საქმეს. ეს თქვენ ჩამოყალიბეთ თავიდან თუ მეგობრებთან? მეგობრებთან ერთად. იდეა ჩემი იყო, მაგრამ მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. ვიზით თქვა გინდოდათ? სამფუძნებელი რეგისტრირებულია როგორც აი. რამდენი წელია ეს რო არსებობს? 2023, 2 წელი. და რას ამბობთ ამ კლუბით? ამ კლუბით ამ წუთას პოზიციონებთ ის რომ რაღაცა მოყავს სტუმრები, რაღაც პერფორმანსი ქონდა რეზო გაბრიაძეზე, თერთხილზე და 2023-ში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ქონდა მაგასაც და რაღაცა ჩვენ გეგმები გვაქვს და
როგორ რაღაცა იცი ამ კლუბშიც ველოდებით ხალხს მაგალითად ჩვენ რახან უფრო ფართედ დავიწყეთ პოზიციონირება უკვე გაზაფხულიდან მანამდეც მაგრამ გაზაფხულიდან კლუბის წევრობა სურვილი აქვს ვინმე ჩვენთან ერთად არ არის აუცილებელი რომ რაღაცა ხედვებით ეთხოვდეთ ერთმანეთს თავარია რომ რაღაცა ჩვენ ამ ქალაქისთვის და მარტო ქალაქის საკუთარი თავებისთვის და ერთმანეთისთვის რაღაცა ისეთი შევქმნათ რომ საინტერესო იყოს და თუ ჩვენ გვერდით ჩვენთან ერთად ამ კლუბში ვინმე სურვილი ექნება მოვიდეს დაგვეხვა იდეებით მოვიდეს ღია არის ყველასთვის ყველა კიდევ ამბობ არანაირი შუაში გაკრება ის არის ეს შეიძლება ბევრს მოეწონოს არ მოეწონოს მაგასაც არ უყურებს ანდრო არანაირად ყველაზე მშვიდობიანი ხო რა თქმა უნდა ეს ის რომ ჩვენ ვართ ერთი ამ ქვეყნის შვილები ვართ მოქალაქეები ვართ ამ ქალაქის მაცხოვრებლები ვართ ერთი პოლიტიკაში თუ გიცდიათ არც ფიქრობს არც ფიქრობ ხაზგასმით ვამბობ მაგრამ ყველაფერი პოლიტიკა რო დააგვირდები და ასეთ რაღაცებს რო ვლაპარაკობ შეიძლება უკვე და ხოთაშორის რაღაცები რო გამიკეთებია და მას რაღაცა ხო არ უნდა ხო რა სურვილები ხო არ აქვს ხოთაშორის სოფელი ვანში მაქვს მე ბაბუას და ბებია წარმოშობით ვანი და რა იქ რაღაცები გავაკეთე და ამას რაღაცა ხო არო იქ რაღაც დასაშვებელი კი გაჩნდებოდა ეს ეჭვები ხო და საბჭოა სწორედ რომ ძალიან ბევრი რაღაცის თქმა გინდას და გაკეთება გინდას ხო მაგრამ შეხედე რომელიც ჯერ არ გაქვს ამოთქმული კარგად თითქოს ასეთ სტაბილობას მიტოვებთ თქვენ ვიზუალიდან გამომდინარე და ნუ თხრობის მანერა და ყველაფრიდან გამომდინარე და შეიძლება ახლა ნუ ეჭვიან და სკეპტიკოს ადამიანებში რაღაც ეჭვებდეთ როგორ რაღაცა იცი თუ რამის თქმა მინდა არასდროს მაგრამ ჩემში მხოლოდ პოზიტიურს ოპტიმისტურს მგონია რომ რაღაც ძალიან კარგებს გააკეთებთ ქუთაისისთვის არა მარტო ქუთაისისთვის იმიტომ რომ ჯერ ისეთი მუხტი მოგაქვთ ძალიან თავისუფალი ბუნებრივი და მხოლოდ კეთილი მეტი არაფერი ხარეთ მადლობა დიდი თუ წერს აი პიესების წერა დავიწყეოთ თუ კი არა მე მგონი დავამთავრეო როგორც პიესა ისე კი დამეხარა განვატონი ეკა თემი ყოფილი ლექტორი დაიდგმება ჩვენი ლექტორი ხო ხაროთ ვისაუბრეთ ვილაპარაკეთ კი ჩვენ აღმოჩნდით ორივე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ორი წლის უფროსი ანდროიდ ჩემზე და თურმე ყოლია საერთო საყვარელი ლექტორები კი ბატონო და ასე გავიხსენე მე მისი სახელი და ყვარი როგორც ნიჭიერი სტუდენტის მაშინ წერდი ძალიან ბაწერინებდა ესე გადა ხალხი მაშინაც დიდათ რომ რაღაცა მოთხოვნა იყოს რომ მე დავიწყო სწორედ წერო მე რომ დავამთავრე უნივერსიტეტი არაფერი და ახლა 19 წლის მერე დავიწყე ხელახლა წერა არ დაიდგმება თქვენ პიესა ვერ გეტყვით არ ვიცი არა ჩვენი და არა შეიძლება სხვათა შორის ვიც წავაკითხეთ გადასარევ კაი ადამიანს ნემსაძეს რეჟისორი არის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რა ხართ ეს ქუთაისში რა ჰაერია ესენი რატო მოიწონა და ხო ხტები ხო რა ნუ იცის რა ხა გაბრიაძე კლიაშვილი რაღაცა ეს ნიკო ნიკოლაძე და ლეზო გაბრიაძე ინე ღმერთზე ოდნავ ქვევით ჩემთვის ხო და ეგი უფრო რომანისკენა მე კაცო მითხრა და თუ უფრო წერის სტილი გაქო რაღაცა გაქო ესეთი გავს ეგაც მაგას მიძახა და პატროს გავიხსენეთ კიდე ჩვენ მივყევი მე მაგმიმართულები და სათქმელს უფრო მასე ვამბობ ვიდრე ძალიან რთული ყოფილი ეს პიესა მე არასოდეს არაფერი მიწერია ესე რა ეს უფრო რთული ყოფილა ვიდრე რომანი ო სათქმელს ვერ ვამბობ უფრო ისე რაღაცის თქვა რომ და ამან შემაჩერა სხვათა შორის პიესა თუ რომანი რაღაცები მისული ვარ რაღაცა ძირითადად დაწერილია რაღაცა ნაწილი მაქვს დასაწერი და რაღაცნაირად მივატოვესავეთ რა იმიტომ ერთი მონტოვებული ვიყავი დაგვიწერეთ ანდრო გითხარი სათქმელი ბოლომდე ხო ნახოთ როგორ რაღაცა ამა მაგასაც რაღაცა ის უნდა მე რო ვიყო ხა პროფესიონალი როგორც ეკა არის მაგალითად ვახსენებ წერალია გადასარევ გათახեցდით უფრო მეტად იმიტომ რომ ნიჭი და ეს შესაძლებლობები გაძლევთ ამის საშუალებას მე სხვათა შორის როგორ რაღაც არის იმდე რაღაცებს ვარ მოდებული ხო ეგ არის კუთხითაც რო შევხედოთ იმდე რაღაცა საფიქრა რაღაცა ის უნდა ჭირდება ეს და
უკვე დავიწყე პოზიციონება ის რომ ამ უკვე კლუბი რაღაცა დამეხვანო კლუბში რაღაცა თეატრის გაძღოლაში რაღაცა უკვე რაღაცა ისეთ რაღაცები რომ უკვე გაზაფხულიდან მარტო კი არა მარტო არა ვარ ამ წუთასაც კაცო არიან მეგობრები ერთად ვართ მაგრამ ფართეთი ჩავერთოთ უფრო ხალხი აქვე ვამბობ და აქვე ვაფიქსირებ თუ ვინმე სურვილი აქვს თუ ვინმე უნდა ის ლიანდაგი ნიკო ნიკოლაძის გზა ის ევროპული გზა დიდი გზა რომელიც ნიკომ დააბრუნა ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ერი ფაქტიურად გარდაცვლილი იყო იდეურად აწერენ ყველანაირად და ილია ჭავჭავაძე ჩემთვის ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე თანაბარია დამფუძნებელი მამები არიან ამ ქვეყნის და საერთოდ თან არ მომწონს რაღაცა ისეთი რაღაცებს ვედებით და თურაშაულის პატრონი დღეში ეძება ფანტაზია ისია ნიკო ნიკოლაძე არის ჩემ მეგობრს ვეუბნებოდი გუშინ მაგ თემაზე ლაპარაკობთ კლუბის თემაზე და დავით აღმაშენებლის მე სპონტანურად თქვი ესეც მასეთი პრაქტიკოსი მოღვაწე აღმაშენებლის მე საქართველოს არ ყოლია როგორც ნიკო ნიკოლაძე იყო მაგრამ სამწუხაროდ რატომაც მომინდა მე მისი კლუბის გაკეთება მისივე ქალაქში რომ სამწუხაროდ არ არის ინდონეზია აწეული ნიკო ნიკოლაძის ხვაწლი და მისი იდეები და მან რაც გაუკეთა მის ქვეყანას და ზეხან თქვი და გავიმეორებ რომ გააკეთებინა ვის მტერს გააკეთებინა რუსეთის იმპერიას და ამ პრობლემს გააკეთებინა ბროდ ვერ მოესწრო საჰაერო იმას მიმოშლას და იმაშიც მიიღეს სპორტი იყო თუ რა ეკონომიკა რაზეც დგას ქართული ეკონომიკა დღეს თითქმის ყველაფერში აქვს ნიკო ნიკოლაძეს მისი წვლილი და მის იდეებზე და დღემდე იყენებენ მის იდეებს უბრალოდ არ ახსენებთ ამ პოპულარიზაცია კლია ძალიან იმიტომ რომ ილიას გაუმართლა სხვათა შორის კომუნისტებმა ილიას მიივიწყეს და პირიქით თავი მოჰქონდათ რომ ილია მოკლეს და რაღაცა ბერბიჭაშვილი და ის მაგრამ მე ავად სახსენებელმა ულუაშებიანი კაცი რომ ყავდა ჩვენ ხო ამ ქვეყნის დამაქცევარი მაგრამ დღესაც უყვარს ბევრს ხო დღესაც უყვარს ბევრს მაგრამ ერთი რამე მინდა აღნიშნო რაღაცა თავისუფლად ლაპარაკობ ერთი თემურლენ მაქნა ეს გონება მოაშორა აღმაშენებლის ვერ მოყოლებული გონება რაც იყო ნაგროვები გონება და მეორე იქიდან ნაგროვები მე სტალინმა მოაშორა ეს ინტელექტი რაც ქონდა ის მოაშორა და როგორ არის ამ ქვეყნის რუსებისთვის მაგარია დიდი იმპერია შეუქმნა მაგრამ ხო და მან თქვა რომ ილიათი დაიწყო იმ უბრძანა როგორც ახასიათებდა და ილია ისი არა როგორც ერის მამა მაგრამ წამოწიეს რაღაცა სოციალისტი თითქოს რაღაცა და ამით გაუმართლა ილია ჭავჭავაძეს და ნიკო ნიკოლაძეს მაგაში არ გაუმართლა სამწუხაროდ და დარჩა მასზე თორე ის რომ დამოუკიდებლობა იმ სამწლიან დამოუკიდებლობა დაფუძნებელ კრებაში იყო და მან საგარეო მიმართულებით ის ხელმძღვანელობდა ფაქტიურად დაგაკითხებთან ერთად მაშინდელი სამწლიან რესპუბლიკას ქართულ რესპუბლიკას და ამ კუთხით აპირებთ პოპულარიზაციას რა თქმა უნდა მე საღამოები ჩატარდეს და ხოლმე ნიკოს მიეძღვნას და ილიას საერო მამებს იუბილეი იყო ახლა და ლექციაც წაიკითხა გადასარევი კაი ხელმძღვანელი ყავს მის მუზეუმს საქვე ჯიხარიში და კი ვიყავით სადახნის წინ გიორგი ფანტასტიკური გიორგი ფანცულაიამ წაიკითხა გადასარევი ლექცია და მაგ მიმართულებით ვაპირებთ რომ თუ ვინმე უნდა აწიოს ნიკო ნიკოლაძის ხვაწლი და შემოქმედება და მისი 21 საუკუნის კი 22 საუკუნის კაცია მისი იდეები და მისი ნაღვაწით და მისმა ქალაქმა უნდა გააკეთოს სხვათა შორის ამ ქალაქს მაგ მიმართულებით ცოტა იცი დიდებს აბრაზებს ხოლმე ახასიათებს რატომღაც ნიკო ნიკოლაძე კაბრიაძის გულმოსული იყო მაგალითად ამ ქალაქს ისე წავიდა ამ ქვეყნიდან და ნიკო ნიკოლაძე მაგრამ აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, აქ მიიღო განათლება, ნიკო ნიკოლაძე იყო ამ ქალაქში, უბრალოდ ახლა ფოთთან უფრო ასოცირდება, 20 წელი მისი მერი იყო, იმ ქალაქის მერი იყო, მაგრამ ეს ქალაქი მისი მშობლიური ქალაქია და ქუთაისის თავისი თუ ვინმე უნდა წარმოაჩინოს ქუთაისს აქვს მაგის შესაძლებლობა ჩვენ უფრო ზუსტად ჩვენ გვაქვს მაგის შესაძლებლობა და მაგის სურვილიც რომ უკვე ძეგლის დაიდგა ნიკოსი ძალიან ადამიანურია ძალიან მომწონს
ერთმა მეგობრმა უნდა თქვა რა ხან გულწრფელად ლაპარაკო. უიმე კოჩის გაკეთებული ძები რაც მინდა. ჯო რაშუაში. ხო, აი როგორ რაღაც არის, იცი, აი ამას ვამბობ, კნინობითად კი არ ვამბობ. რატო კაცო, თავარია რომ დაიდგა, გაკეთდა, თავარია რომ ვილაპარაკოთ ნიკოზე, ვილაპარაკოთ ევროპულ გზაზე, ძეგლით ლაპარაკი იქნება, ლექციით ლაპარაკი იქნება, რადიოში ლაპარაკი იქნება, თუ რაღაცა. არ მომწონდა რაღაცა ეს როგორ რაღაცა არაო ძირს დგასო და რაღაცა პედესტალზე რატო არაა და მაღლა უნდა ის არა ძალიან თვითონ ძალიან მოეწონებოდა მაგალითად ძალიან ადამიანი და გაული გვერდით ხარ ხო აი მე მართლაც ბევრს მოწონდა არა აუცილებლად ყველას მოწონდეს ხო თვითონაც ძეგლის ძალიან კარგი ახლა მინდა შევაქო ავტორიც რა ქვია მაგრამ აი მე რატო აი რახან იმან გააკეთა რახან ავტორიც ისა ვაიმე მაგის შიშები ახლა რომ დამჩენდეს მე რომ მეშინი ახლა მაგნაი რაღაცა თქვა და არე კოცია თქვას ან იმ კოცმა თქვას ნაცია შენი ჭირიმე რაც უნდა ის თქვან თავარია ჩვენ თქვათ ვილაპარაკოთ ერთმანეთი ვუნახოთ რაც მას ახასიათებდა ნიკო ნიკოლაძეს და რაც ამ ქალაქს ახასიათებდა ოდიდან მოყოლებული რა ვიცი სულ ერთმანეთის გვერდით მომდა ერთმანეთის გარეშე არ შეიძლება ჩემი ახალგაზრდა და ჩემი ბავშვები და მოყოლებული და ხა რამ გააგიჟეს ხალხი რა ვიცი მე რატომ ახარ იქ რატო არა ნუ არ ვიცი მაგრამ სოლის ფსიქოზია ხო მაგრამ იმედია რომ რაღაცა გამოვასწორებთ ჩვენ და ერთმანეთს აი წლები რო გავა 10-15-20 და ისტორიის ნაწილი რო გახდება ესო ლიანდაგი თქვენი კლუბი ნიკო ნიკოლაძის კლუბი როგორ წარმოგიდგენია როგორ მკვიდრეობას დატოვე რა შექმნით? არც მიფიქრია რა ვიცი. რაღაცა მემკვიდრეობას და მომავალზე ადიფიქრია? რა შეიძლება რომ შექმნა საბოლოოდ? არა და ერთი შვილი ძლივს მოვესწარი არც მიფიქრია რომ რაღაცას დავტოვებ რაღაცა ინა მაგრამ ახლა სპონტანურად რო თქვა რა ვიცი ცუც ალბათ ავეცდები რა ცუდი არაფერი დარჩეს და რატო თავისად ხმას ხო იტყვის აუცილებლად არ უნდა გაჩერდეთ ხომ არა პირი გაჩერდეთ არც ვაპირე როგორ რაღაც არის ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე გულწრფელი 1300 კვადრატია X-ზე სამშენებლო აღმართი პროსპექცია ძალიან ბევრი ნულებიან რაღაცას ვთავაზობ ხო ამას ვამბობ მაგალითად გულწრფელად არ ვიცი ეს დარჩება ალბათ ესმის ხო მაგრამ არა რა უნდა ვაკეთო რა როგორ რაღაცა იცი ამ კუთხე შეხედა აიღე შენი ჭირიმე და წადე რა და მაგრამ მე რა ვქნა მაგრამ ნიკო ნიკოლაძე შტამარი და მიმდევარი ხო მიმდევარი ვარ და როგორ რაღაცა არის იცი მირჩევნია მე ესე ვიწვალო ხალხთან ერთად შექმნა რაღაცა რომ აი სპეციალურად გავაჟღერე რომ ხალხმა მიგდეს რომ 14 საათი ბევრი მეუბნება რომ ეს ბიზნესია მან შენი რაღაცა ცდილობ თითქოს რომ მე რაღაცა ბიზნესი გავაკეთო რატომაც არა ბიზნესი დიდი ბიზნესმენი იყო სხვათაშორის ნიკო ნიკოლაძე თავს არ ვარ და ამბიცია მაქვს მაგრამ უდიდესი ბიზნესმენი იყო თვითონაც ვაჭრობა და ეს ბიზნესი და ეს რომ ჩვენთვის ქართველებისთვის ცოტა ვაჭრობას ის პოზიციონები და მაგით რომ თუ ვაჭრობაზე არ გადავედით თუ არ ვიყიდეთ თუ არ გავყიდეთ მაგრამ ცოტა ადრე სირცხვილი იყო მაგრამ ეხლა მე მგონი ეს სტერეოტიპი ცოტა ირღვევა კი ირღვევა და მაგას ცდილობ და ზუსტად და როგორ რაღაც არის იცი მე ეს თქვა მინდა თუ იქ რაღაცა ჩვენ ეს სივრცე რა ქვია არ შევინახეთ ესე რომ ვთქვათ თუ ერთმან არ მივედით რაღაცა სპექტაკლი იქნება, კლუბი იქნება, რაღაცა ფინანსურადაც ჩვენ თვითონ ესიც თუ ვინა დავარქვათ ამას ბიზნესი ვთქვათ, ხო მაგრამ ახლა მე არა ვარ მილიონერი. ნამდვილად თუ რამეს ვაკეთებ, სესხით ვაკეთებ და რაღაცა მაგრამ ვერი არსებობს ის ავარქოთ კი არ იყოს ბიზნესი. ხო, არა სამაში. საწყი. არა, საწყენი არაფერი არ არის, მაგრამ როგორ რაღაცა თუ კლუბია, თუ ის არის რაღაცა და მე ისე პოზიციონირებ რაღაცა ნაწილობრივ, რომ თქვა საზოგადოებისთვისა და ესე ყველას გონია რომ ეს უნდა იყოს უფასოდ, რაღაცა ყველამ უნდა იაროს. თუ რამე საჭირო იქნება და თუ ვინმე დასახმარებელი იქნება კლუბი და იქავრობა ყველას დაეხმარება, ახლა მაინდა მაინც მოვიდეს და ყველამ ფული უნდა გადაიხადოს და რაღაცა უნდა გადაიხადოს არა მაგრამ თუ იქავრობა ჩვენ არ შევინახეთ რაღაცა ხელი არ შეუწვეთ ერთმანეთს
ახლა მე რამდენი ხარ შემეძლება რა ვიცი მე მართლა მომიწვიე შეიძლება მე მოვიდო და გავიდო და აბა ბერსერკების შემდეგ თუ დადგმულა სპექტაკლი და რას აპირებს ლიანტაკი ბერსერკების შემდეგ თვითონ ბერსერკებიც აპირებენ გაზაფხულიდან უკვე გაზაფხულიდან გავიგვიძებთ გუნებასთან ერთად კი ეხლა გძინავს ხო ზეთახანი კი იმიტომ რომ იქ ახლა უკვე სიცივია ეზოში კი მაქვს დახოლო ჩიფცეც მაქვს რაღაცა კლუბი რაღაცა ახლა კვირასაც არის რაღაცა მოვიდნენ ხალხი თხოვეს და ვიტყვი აქვე რომ რაღაც ზიადის და ისენი არიან არავის არ უკეტავ კარს მოვიდნენ სურვილი გამოთქვეს მეზობელმა მოეყოლა გამორჩილად პოლიტიკური მსამსისა რაღაცა ხო არა გვალი აქვე ვამბობ რომ გვალი მაგი და ეს წარმომადგენლები არიან ქუთაისის წარმომადგენლები და თუ შეიძლებაო რომ შევიკრიბოთ აქო 10 ადამიანი იქნება მოგძან არც არაფერი არ მინდა არაფერი და მოგძანდით დავძან ამისთვის ახლა რაღაც მაგის გავსი რაღაცეებისთვის სულ არის მაგრამ კიდევ ვიმეორებ არანაირი პოლიტიკური რაღაცა უბრალოდ უფრო რახან ეს პროტესტებია და რაღაცეებია უფრო ეს ხალხი აქტიურობს სახელმწიფო სფეროს სამწუხაროდ არ აქტიურობს ამ ქალაქში ნუ არ ვიცი ალბათ უფრო მე რას ვაბრალებ იცი რაღაცა რა ხდება იქ აი სადღაც მოღვაწეობს იქიდან აქეთ რომ მოვიდეს ალბათ რა არ გამოჩნდეს და ვერ გეტყვი იმიტომ რომ რამდენი კომპლექსები ყავს მაგარითად და რამდენი წავალს წინ ამდენი კომპლექსები ჩვენ ვაი მე რა ვიცი რა გითხრა სხვათა შორის მე სხვანაირი ქალაქი იყო ჩვენი სტუდენტები ვაფშე დენი არ იყო შოქი არ იყო წყალი არ იყო მაგრამ რაღაცა ურთიერთობა სხვანაირი ურთიერთობები ეხა და პოზიციონი ჩამოვედი დაბრუნდი რაღაცა და სხვანაირი არის ხალხი აი განაზე რონახულო კონკრეტულად შეშინებული ალბათ ხო მაგრამ მოდიდან შეგეშინდება რაღაცა თუ ვინმე შეხედეთ გასულია ქალაქი და ვინ დარჩენილია რაღაცაზეა დამოკიდებული ალბათ მეტი რა მიზეზი უნდა იყოს რაღაცა შენ ქალაქში რაღაცა სივრცე გაიხსნა ათექი მოდი გაიგე რაღაცაზეა დამოკიდებული ყველა რაღაცაზეა დამოკიდებული სამწუხაროდ და ვიღაცაზე და მოდი მე სხვების ცდილობენ რომ აკვირდები მაგრამ მე კიდე ვიმეორებ ყველანაირი იმის გარეშე მისკენ არა მოდი ერთმანეთი ნახოთ ხალხო და ამ ქალაქს თუ რამე ჭირდება ერთმანეთს თუ რამე ჭირდება და თავი დავანახოთ ერთმანეთს ერთი სიტყვა მითხარით რა ჭირდება ამ ქალაქს ყველაზე მეტად ერთი სიტყვა რა ვიცი თავისუფლება შეიძლება. სული ხო ერთი ანეკდოტი მახსენდება ის. ვიდეო გადავახტუნე ჯიჯიგიასო გადავახტუნე თეთრი ხიდიდან და ას გადავახტუნე. მაცადე ისეთ რაღაცას ვიდეო ბრეჟნევს უთქია ვინმე არ გადახდეს თეთრი ხიდიდან. ვინ კითხავს ბრეჟნევს მაგით? გადახტა თეთრი ხიდიდან მაშინდელ დროში იმედა თავისუფლებას კარგად გაგახსენეთ ზუსტად ვინ ეკითხა ბრეჟნევსა და რა ვიცი მე თავისუფლება თუ გინდა და რაღაცა თუ გინდა კი შეიძლება რაღაცაზე ვიყოთ დამოკიდებული და ოჯახები ვყავს ყველა რაღაცები ვყავს ყველას მაგრამ მეუბნებით იქ არ არის ისეთი სივრცე ჩვენთან რომ რაღაცა მხარე იყოს და და მე იარლიკი მოგეკეროთ. ხო, არა, მეცდები მე ყველანაირად და მაინც მას ეკაბო ბოლოში. შეიძლება ვიღაცა მიაწებოს, შეიძლება რაღაცა მოაწებოს, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვა რომ ის ყველასთვის არის ის. დაუღალავად რომ იბრძოლოთ ხართ ამისთვის მზად? ვარ ვიყო მზად, აქ არ ვიქნებოდი. ძალიან კარგი. მე თვითონაც ვაპირებ გაზაფხულიდან პოზიციაში შეგეცელებით, მე თვითონაც ვაპირებ პოზიციონირებას, რომ ველაპარაკო ამ ხალხს. მართლა? დიახ. ეს კიდევ ახალი რაღაც მხარეც დასასრულის. მაგნაირი რაღაცებიც მაქვს, ხო. გაზაფხულ ნახოთ, თავარია დავალაგებთ ახლა გაზაფხულს მემზადებით და ესე იგი ანდრო ქართიძე იბრძვის ყველაფრით, რაც ხელში მოხვდება, ისე როგორც გიორგი სააკაძე. და მე ვფიქრობ ის ძალიან მაგარი შთამომავალი და მიმდევარია იაკობ ნიკოლაძის და წარმატებებები ნიკოლაძის და ნიკოსის. ჯერ იაკობისი, მერე ნიკოსი. და მინდა წარმატებები გუსურვო, მთელი ქულით გულშემატკივრობ და ვისურვებ ქუთაისს იყოს ისეთი, როგორც თქვა ანდრომას
თავისუფლება აკლია დღესდღეობით, არ გავს ძველ ქუთაისო, აღნიშნა და გუწრდელად თქვა. და ჩვენ ერთ დღეს გაბრაზდა და გააკეთა ესეთი თავისუფალი სახელოვნებო სივრცე, რომელსაც ქვია ლიანდაგი. ჩვენც გავბრაზდეთ და შევუერთდეთ ამ დროს შევუერთდეთ და შევიკრათ ერთ მუშტას და ვიყოთ თავისუფლები, არ განვასხვაოთ ერთმანეთი არანაირი პოლიტიკური წამსით თუ სხვადასხვა იარლიკებით და ვაკეთოთ თავისუფალი კრეატიული საქმეები, ისეთი როგორც ნიკოს გაუხარდებოდა, ილიას გაუხარდებოდა, ვაჟას გაუხარდებოდა. წარმატებები ძალიან დიდი და წარმატებები ბერსერკებს. მინდა ვუსურვო. უღრმესი მადლობა და ხომ შევხვდებით კიდევ აქ. აუცილებლად, როცა დამიძახებ, მეც თავისუფლად ვცნობ ძალიან თავს. ძალიან მიხარია. ბოდიშვიხტი კიდე ერთხელ ვერ მოვედი, აქამდე თბილისში ვიყავი რაღაცა მიზეზთა გამო და აი ყველა დაგელოდებოდით ამდენი ხანი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დაასრულდა ასე ეს გადაცემა. ხოლო ჩემი კოლეგა ლევან ბიბილაშვილი შემოგერთდებათ და ის შემოგთავაზებთ. ფანტასტიკური იდეა აქვს ლევანს ისე სხვათა შორის. ლევანი იდეების გენერატორია. და ვუსურვოთ წარმატებები კი. მე მგონი მეც ვიცი, მაგრამ ვისაუბროთ. აბა რეკლამას დავუთმოთ ეთერი და კარგად იყავით დროებით, გემშვიდობებით ზეგამდე.